სურსათზე მაღალი ფასები და მთავრობის ინიციატივა. სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა, რომელსაც პროდუქტებზე ფასნამატების პროცესი უნდა შეისწავლოს. ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი საკითხს დადებითად აფასებს. მათი განმარტებით მთავარია ბიზნესზე ზეწოლის გარეშე დადგინდეს რა იწვევს მაღალ ფასებს პროდუქტებზე და მოსახლეობას ყველაზე მძიმე ტვირთი გარკვეულწილად მაინც შეუმსუბუქდეს. სურსათზე ფასები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ხშირად მოგვისმენია თავად მოქალაქეების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთებულა და კარგია რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. კარგია რომ მასში ჩართული არიან მთავრობის წარმომადგენლები. მე ვისურვებდი და ჯერჯერობით გაცხადებული პოლიტიკაც ეს არის რომ ასე ვთქვათ ამ საგამოძიებო ჯგუფს და ამ კომისიას რაც შეიქმნება ზეწოლა არ ექნება ბიზნესის მიმართ და ესეც უნდა დარჩეს. უნდა მოხდეს საკითხის მოკვლევა, საკითხის შესწავლა, უნდა დადგინდეს რეალურად არის თუ არა კარტელური გარიგებები ან ბაზარზე უხეში ჩარევის და მონოპოლიის საფრთხეები და თუ კი მსგავსი რამ დადგა, უკვე ამის შემდგომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ან უნდა მოხდეს რაღაცა ბიზნესის ტერორი, ან უნდა მოხდეს ბიზნესზე ზეწოლა და პრინციპში ჩვენ ვიცით მთავრობის მხრიდან რომ ეს ასეც იქნება და არანაირი ზეწოლას ადგილი არ ექნება. სხვა მხრივ თუ კი მოხდება საკითხის შესწავლა, თუ კი გამოიკვეთება დარღვევები და ამ დარღვევებზე იქნება რეაგირება ისეთი რომ ბიზნესი არ დაიჩაგროს პირიქით, ბიზნესმაც გააგრძელოს ფუნქციონირება ეფექტურად და ამავდროულად მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილება ჩემი აზრით ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სხვადასხვა ასე ვთქვათ დარგის სპეციალისტების მხრიდან, იმიტომ რომ სურსათზე ფასები და ზოგადად ფასები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დღეს ნამდვილად აწუხებს და თუ კი ფასების ხელოვნურად ზრდას აქვს ადგილი და თუ კი ბაზარზე ადგილი აქვს კარტელურ გარიგებებს, ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხრას და ეს არის სწორედ ევროპული პრაქტიკა და მსგავს პრაქტიკას ევროპულმა ქვეყნებმა სხვათა შორის გარკვეული წლების წინ უკვე მიმართეს და კარგია რომ ჩვენთან ამაზე მუშაობა დაიწყო და მე იმედს დავიტოვებ რომ უკვე ქმედითი ნაბიჯებიც გამოჩნდება, კვლევებიც გამოქვეყნდება და ჩვენ გვეცოდინება რეალურად რასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება.